მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალტრენუსის ეთერი. Ჩვენ გავაგრძელებთ დღეს საუბარს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, იმ ფონზე, რა თქმა უნდა, რაც ხდება მსოფლიოში, როგორც ლაგდება ახლებურად მსოფლიო წესრიგი, ამ ვითარებაში რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა ოპოზიციამ, იმისთვის რომ მიზანს მიაღწიოს, მათი მიზანი კი მოიხსენებათ არის ახალი არჩევნები. ამ ფონზე, როცა პროტესტია ქუჩაში, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება ამკაცრებს კანონებს, უპირისპირდება მედიას, აჯარიმებს პროტესტის მონაწილეებს, ბევრი პოლიტპატიმარი ციხეშია, გარკვეული ძალები ალაპარაკდეს შემოდგომაზე დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებზე, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა. ამ თემასთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ ბუნებრივია და კიდევ 31 მარტს დაგეგმილ აქციაზე, იცით რომ პრეზიდენტმა დიდი აქცია დაანონსა 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი რეფერენდუმის ჩატარების დღე, იცით რომ 1990 წელს სწორედ 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ქართულმა ხალხმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. და ალბათ ბუნებრივია ეს ყველაფერი სწორედ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს დაუკავშირდება. თეონო აკუბარდია იქნება ჩვენი პირველსტუმარი, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მის პოზიციას მოვისმენთ, შემდეგ კი უკვე ძლიერი საქართველოს ან ლელოს პოზიციას გავიგებთ, გრიგოლ გეგელია შემოგვიერთება. მოგესალმებით, თეონას გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი პარტიის შეხედულება როგორია მომავალზე. ანუ დღეს ყველას ეს კითხვა უჩნდება, როგორ უნდა გაგრძელდეს ვითარება, რა შეიძლება მოხდეს, აქვს თუ არა ოპოზიციურ პარტიებს რაიმე გეგმა, კონკრეტული აქვთ ხედვა თუ უბრალოდ ყველანი მიყვებით დინებას და როგორც რაღაც გვაჩვენებს მომავალი ისე იქნება. მერაბ, რა თქმა უნდა, საერთო სახალხო პროტესტის მთავარი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ეს არის უნიკალური გზა კრიზისის განსამუხტავად, ისევე როგორც ქვეყნის ევროპულ გასაბრუნებლად. ამიტომ ეს დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია, თქვენ საუბრობდით ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ოქტომბერზე და ეს საკითხი ოცნების შემოტანილია იმისთვის, რომ კალენდარში, როდესაც მარტია, ისაუბრონ ოქტომბერში, რათა მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა ახალი არჩევნების გააქმნონ დღის წესრიგიდან, ამიტომ ეს არავინმესი არა მხოლოდ ქართული ოცნების თუ ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის და მათი ხაზია და მათ შორის ისინი ცდილობენ რომ აი ამ საკითხზე ახლა ყურადღების გადატანა მოახდინონ, რათა კიდევ უფრო დაასუსტონ, ასე რომ ვთქვათ, ის თავარი ხაზი, რომელიც არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ სახალხო უწყვეტი პროტესტის მიზანია. რაც შეეხება რა ფაქტორები არის ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და რა უნდა მოვიმოქმედოთ შიგნით თუ გარეთ. ერთი არის, რა თქმა უნდა, ის რომ ვერ შეძლო ივანიშვილის რეჟიმმა ლეგიტიმაციის მიღება ამ უწყვეტი სახალხო პროტესტის ფონზე, მათ შორის არ არის აღიარებული არც ეგრეთ წოდებული მთავრობა, არც ეგრეთ წოდებული პარლამენტი და არც ეგრეთ წოდებული ყაველაშვილი. ეს მაკაბოჭორიშვილი ახერხებს ხო? ესეთ რა არის, მაკაბოჭორიშვილი კონფერენციაზე იყო და ასე შემდეგ. სურათს და არაფერს არ ახერხებს, იმიტომ რომ თუ საუბრობს მაკაბოჭორიშვილის შეხვედრაზე ამერიკის ელჩთან, ეს შეხვედრა არის დიპლომატიური ურთიერთობების ჩვეულებრივი ნაწილი, მაგრამ მაკაბოჭორიშვილი დაბრუნდა ნიუ-იორკიდან. სალამ შეხვდებოდა ქალბატონ დანიგანს და ნიუ-იორკში მას არ ქონია არანაირი შეხვედრა თავის კოლეგასთან ან ტრამპის ადმინისტრაციასთან. შესაბამისად ის რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ლაპარაკობდა რომ ელჩაც ვერ ნიშნავენ ხო ნახეთ აღიარა კიდეც რომ რაღაცა პროცედურებია, ისინია სახელი გვარი არ დაასახელა, მაგრამ ფაქტია რომ ელჩის დანიშვნისთვის აუცილებელი პროცედურა რაც არის აგრემანისა გადაცემა როგორც ჩანს ეს პრობლემა არ არის რომ ყაველაშვილი ყავთ უკვე რახანია და ელჩის დანიშვნის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო თუ არა შიდა ჩვენს ელჩზე ამერიკაში ალკალიანი როგორც გახსოვთ გადადგა თუ გადააყენეს მას შემდეგ რაც ივანიშვილის დასანქცირება მოხდა და ეს სანქციები კვლავ ძალაშია და არ წასულა ისევე როგორც მთელი შს მაღალჩინოსნები რომლებიც მაგნიტსკის აქტით არიან სანქცირებულები და გამდიდრებულია მაგნიტსკის აქტის 600 დაახლოებით 600 კაცი ენისია არაერთი
ქართველით, რომელიც ნამდვილად სამარცხვინო და უმძიმესი არის იმ ქვეყნისთვის, რომლის სუვერენიტეტი საქართველოს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე იდგა და ეხლა ირაკლი კობახიძე გუშინ საუბრობდა ასევე რაღაცა ახალ წინაპირობებზე, სუბსაფულსილიან ურთიერთობების დაწყებისთვის და რაღაცა იმ ინტერესებზე, რომელიც არ დაასახელა რა არის. თუ ავიღებთ ინტერესებს ამერიკასა და საქართველოს შორის, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გამყარებული, არსებობს ოფიციალური შეთანხმება, რომელიც საქართველოს სამინისტროს ვებგვერდზე დევს, აქ არის დემოკრატიის თავი და დემოკრატიის კუთხით მხარდაჭერის გაძლიერება, რაც ჩვენი თხოვნის საფუძველზე არის, აქ არის თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილი, რასაც ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა ივანიშვილის რეჟიმმა იმით, რომ ერთის მხრივ შეერთებულ შტატებმა სწავლება შეაჩერა, მნიშვნელოვანი თავდაცვის დახმარება იყო დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც შეჩერებული და სხვა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ჩვენი თავდაცვის ეროვნებისთვის. აქ არის საუბარი ნატოში წევრობაზე, რომელიც თავდაცვის რეფორმების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი მხარდამჭერი ფაქტორი იყო, ისევ როგორც დემოკრატიის აუცილებელი ნორმების უზრუნველყოფაზე, აქ არის კეთილდღეობაზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ეკონომიკური თანამშრომლობაზე. და ამ ვითარებაში მათ შორის არსებობს მეგობარი აქტის დაინიცირებული შეერთებულ შტატებში, რომელიც 27 მარტს, როგორც ისიც, უნდა მოხდეს მისი. თუმცა ხელისუფლება ყოველდღე აგზავნის მესიჯებს ამერიკის საჯაროდაც, ასევე ხო გუშინ პრემიერის ინტერვიუ ახსენე, სადაც მან თქვა, რომ აი ჩვენ ახლა ვართ არსებული ხელშეკრულების, რომელიც არ წასულა არსად და იქ უკვე წერია ეს ინტერესები, ჩვენი ინტერესები წერია. როგორც ჩანს, ხო, ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ზადვართ სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რის საფუძველზე? სულთაფულსილიდან დაიწყოთ ამბობს. სულთაფულსილიდან ვერ დაიწყებ, იმიტომ რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ხელმოწერილია. ხელმოწერილია და შინაარსი უკვე არის. არ არის, მე ვფიქრობ, რომ არ არის საუბარი. აქ ირაკლი კობახიძეს სურს წარმოიშვინოს, რომ მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, აგერ Freedom House-მა გამოაქვეყნა დემოკრატიის კუთხით უკუსვლის შესახებ ინფორმაცია და საქართველოს აღარ არის ელექტორული დემოკრატიის მქონე ქვეყანა, მას შემდეგ რაც ის გაყალბებული არჩევნები და შემდგომ უკვე ეს თავდასხმა მოხდა მშვიდობიან მიტინგებზე და ეს არის მნიშვნელოვანი გაუარესება დემოკრატიის ინდექსის, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მათ შორის ქვეყნის ეკონომიკაზე, ისევე როგორც ქვეყნის ევროპულ მომავალზე და ამ ვითარებაში მთავარი გზავნილი კობახიძის იყო ის, რომ მიგვიღეთ როგორებიც ვართ ისეთად და დავიწყოთ ახლებურად განსაზღვრა ინტერესების და თუ დემოკრატია ინტერესი აღარ არის და ვხედავთ რომ აღარ არის, როდესაც ელექტორული დემოკრატიის ინდექსში საქართველოს აღარ ირიცხება, რაც 2003 წლიდან იყო ამ სიაში, თუ ნატოში და ევროკავშირის წევრობა დღის წესრიგში აღარ არის და ღირსებით ევროპისკენ, რომელიც მათი დევიზი იყო, საერთოდ აღარ არსებობს და თუ სულ სხვა ინტერესებია დღის წესრიგში, მაშინ გასაგებია, რომ იცვლება მთლიანად კონსტრუქცია, რა გზავნილია ამათი ამერიკისადმი, რომ აი ჩვენ რაღაც გაზაბული ურთიერთობა ქონდა წინა ხელისუფლების, წინა ადმინისტრაციასთან, მათ რაღაცა გააფუჭებს და აგერ შეხო მოხვედი ტრამპი ხარ, შენც აგინდებ წინა ადმინისტრაციას, ხო და რა პრობლემა არის ხა? ეს თუ მქონდა მასთან ცუდი ურთიერთობა, შენ ახლა უკეთესი ხარ, ხო იძახი რომ უკეთესი ვარ, რაღაცა სხვა იდეოლოგია გაქვს, ხო ეუბნებიან რომ ამ იდეოლოგიის თვალსაზრისით თქვენად ხარს გიჭერთ, ანუ ერთნაირი ღირებულებები გვაქვს და მოდი ახლა სულთაფულსილიდან დავიწყოთ ეს ურთიერთობა. რომ დინარაძე თუმცა უფრო ადრე ლაპარაკობს იმას, რასაც ტრამპი შემდგომ იმეორებს, ნუ აი ეს სიტყვების და ცინიზმის დონეც და ძალიან სასაცილოა, მაგრამ აქ რა არის? ივანიშვილი არის სანქცირებული, მისი ძალოვნები არიან სანქცირებულები, სტრატეგიული პარტნიორობა არის შეწყვეტილი ივანიშვილის დამსახურებით და მისი ეგრეთ წოდებული გუნდის, ამას გუნდს ნამდვილად ვერ დაარქმევ და საქართველოს აქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან ურთიერთობები გაუარესებული. თუ რაიმე ურთიერთობა შეიძლება მას დაერქვას. ამიტომ 20 იანვრის მოლოდინი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, რომ ახლა 20 იანვარს მოვიდა და ტრამპი პრეზიდენტის ინაგურაცია მოხდებოდა და დაალაგდებოდა, ეს არ შედგა. გავიდა შემდგომ თებერვალის და მარტის და ერთადერთი რაც ხელს ჩასაჭედი პროპაგანდას აქვს, ეს არის საერთო ფოტო მაკაბაჭორიშვილის და ელჩის, რაც არ არის ასე რომ ვთქვათ ის კონფერენციაზე შეხვედრაში გაბართ. ხო, სურათის გადაღების დროს გამოლაპარაკა ატულსი და აქ შექმნეს რომ აუდიენცია იყო, ძალიან სასაცილოა ფოტოს გადაღების დროს აუდიენციას რომ არ ქმნიან. ვერ ყიდიან მოკლედ იმას, რომ ამერიკასთან რამე დაალაგების თავი აქვთ.
ამით უფრო მაშინ, როდესაც არანაირი ნიშანწყალი ამისი არ არის და ვერც იქნება. და მაშინ, როდესაც რაღაცა გამოგონილ მტერს გლობალური ომის პარტიას და შემდგომ უკვე გამოყენებულ ტერმინ deep state-ს უმატებენ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებს და ქმნიან მტრის ხაზს დასავლეთისგან და იმ მტერს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, მათ შორის იმდენ შესაძლებლობას აძლევენ, რომ ის ბიზნიევნიშვილის სამარცხვინო ბოდიში გამოყენებული იყო რუსეთის საგარეო სამინისტროს მხრიდან ჟენევაში, იმისთვის რომ აღიარებაზე მოწოლა მომხდარიყო მეტი საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. და ეს საფუძველი ბიზნიამ თავად გააჩინა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილმა რაც შექმნა ამ ხნის მანძილზე, ეს არის დამატებითი საფრთხე სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, დამატებითი საფრთხე მათ შორის დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე და კიდევ უფრო მეტი ქაოსი და არასტაბილურობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. აი ხლა მთელი მსოფლიოს ყურადღება არის უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაზე და იმაზე, რომ საზღვრების დარღვევა ომის შედეგად არ იყოს ჩვეულებრივი რამ. სუვერენიტეტის პრინციპი არის ეს. საიდანაც მიდის შეიძლება ეს გახდეს ჩვეულებრივი რამ. აი ეს რა არის? ის ამბობს, რომ ტერიტორიებს უკრაინა ვერ დაიბომბა. კიდევ ერთხელ საბოლოო შედეგით ვიმსჯელოთ, ის მხარდაჭერა, რომელსაც აფიქსირებს ევროპა არის ფიქრობ საკმაოდ ესეთი ძალის მაჩვენებელი, იქნება ეს გერმანია, იქნება ეს მათ შორის დიდი ბრიტანეთი და მათ შორის საუბარი იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომი, არამედ ეს არის დასავლეთის წინააღმდეგ ომი და ამ კუთხით თავდაცვის ბიუჯეტების და შეიარაღების კუთხით მნიშვნელოვანი მზადება და ზოგადად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება, რაც პროცესის მიმდინარეობს, ჩვენთვისაც უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 20% ოკუპირებული რუსეთისგან, ჩვენი სუვერენიტეტიც არის მორღვეული და ჩვენ თუ არ ვართ ევროპული უსაფრთხოების ნაწილი და თუ ევროპულ უსაფრთხოებაში საქართველო აღარ განიხილება, მაშინ ვართ რუსეთის ლუკმა ბოლომდე. და არა ნაწილობრივ. და აი აქ არის საფრთხეები, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეჯერება არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ფათაშორის დღეს აღმოჩნდა, რომ სომხეთში იმყოფება ვიზიტით პრემიერ-მინისტრი ბატონი საუბარი, ხო, ფათაშორის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამერიკაზე ვლაპარაკობთ. პაშინიანს ჰქონდა შეერთებულ შტატებში ვიზიტი და ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრა. გამახსენეთ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს, რომელიც იყო სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის, ეს ყველაფერი არ ყოფილიყო შეხვედრის კუთხით, არც სატელეფონო კომუნიკაციის კუთხით, რომ არა რეჟიმი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მოხდარიყო და სომხეთი, რომელმაც მიიღო სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და მათ შორის სახელმწიფო მდივანი რუბიო, რომელიც მიესალმა სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთ და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, ინტერესები აქვს ამ კუთხით რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის და მშვიდობის კუთხით იზრდება ისე როგორც შესაძლებლობები და აი ამ დროს რუსეთის გავლენის სფეროც საქართველოს მათ შორის საფრთხეს უქმნის ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ ეს პროტესტი ხა თუ ვერ წავიდა წინ, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია და ესე იყო ქუჩაში ყოველ დღე, ადრე თუ გვიან მოუწევთ ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს, შეეგუონ იმას, რომ ამ ხელისუფლებას ვერაფერს ვერ უშვება ქართველი ხალხი და მოუწევთ, რომ დაიწყონ დალაგება მასთან თავიდან ურთიერთობის. ხო, ასეთ სცენარს უნდა გამორიცხოთ. იცით რა არის? მოდით დავიწყოთ იმით, რომ შეერთებული შტატები ესაუბრება მათ შორის ავტორიტარულ ქვეყნების ლიდერებსაც და ლუკაშენკოსთანაც დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნია შეერთებულ შტატებს. ამიტომ თუ ძალიან ცუდ პერსპექტივაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შედეგი, აქ ეს არის ივანიშვილის შედეგი და არა საქართველოსთვის შედეგი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი რა ფაქტორები ახდენს გავლენას ჩვენს საკითხზე. ერთი არის გარე ფაქტორები, მათ შორის უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის საკითხი და როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი საქართველოზე იქონიებს პირდაპირ გავლენას არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის კუთხით, არამედ მათ შორის სუვერენიტეტის პრინციპის კუთხით. მეორე არის მათ შორის რეგიონი და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილი არ არის, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. ესეც გავლენას იქონიებს. არ უნდა დაგვიწყდეს თურქეთი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც მიულოცა მათ შორის კობახიძეს რაც უნდა რომ დაირქვას ის ამბავი
და თურქეთი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის სამართლიან მშვიდობას უჭერს მხარს და მათ შორის ევროკავშირში წევრობაზე კვლავ გააკეთა განაცხადი, რაც ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა. და ამ ვითარებაში საქართველოს, რომელსაც აქვს სუვიზო რეჟიმი, თავისუფალი საბჭოთა შეთანხმება და კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, საერთაშორისო ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოზე, მაგრამ შიდა ფაქტორში გვაქვს მთავარი გამოწვევა. ასევე ერთი არის პროტესტი, მეორე არის და რითიც დავიწყე, იქნება გავაგრძელო. კოორდინაცია. ხართ თითქოს დაბნეულები და არ იცით რა გააკეთოთ. ასეა თუ არა? გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ასეა, გარკვეულწილად ასეა და მათ შორის ძალიან უსიამოვნოა და ძალიან დამაზიანებელია ის რაღაცა ურთიერთლანძღვის რეჟიმი, რომელსაც ვხედავდეთ მათ შორის ალმაზურაბიშვილის მისამართით და მათ შორის უსამართლო ხშირად ლანძღვა ჩვენი პოლიტიკური ძალის. მაგრამ კიდევ ერთხელ რაც ახალი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან დამაზიანებელია და მათ შორის კიდევ უფრო ზრდის დამოკიდებულებას იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელიც ამით ხასიათდებიან, მაგრამ ჩვენ ახლა რაც გვაქვს არის ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს და გვაქვს დამატებითი შესაძლებლობის საშუალება. 31 მარტი ახსენეთ თქვენ და რეფერენდუმი, სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, მათ შორის აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა ეს რეფერენდუმი და ერთსულოვნება იყო საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ეს დღე, რომელიც საპროტესტო აქციად იგეგმება და საპროტესტო აქცია ბევრი ადამიანი გამოვა და მე რა ხდება. ძალიან საინტერესო იქნება. ნუ აქ არის საუბარი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის როლზეც, ხო? მან ისე უბრალოდ მკვეთრად და მკაფიოდ კოორდინაციაზე. მაგრამ გუშინ თქვა აგერ ირაკლი კობახიძემას და იმეორებენ სხვების ქართველებიდან, რომ უკვე სალომე ზურაბიშვილის ჩამოლაბორანტება მიდის ოპოზიციის მხრიდან, აღარ მოსწონს. ხო, ეს ნაციონალურობის დამსახურებით იყო ეს ყველაფერი, რაც ქართულ მოძნებამ გამოიყენა და არავინმე სხვის, მაგრამ ის რომ აუცილებელია კოორდინაცია, ეს შეხვედრები მიმდინარეობს და ასევე იყო მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტია, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც კომუნიკაცია და გარკვეული კოორდინაცია მათთან ერთად და ვფიქრობ პასეზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ესეც გარკვეულწილად შედეგიანი იყო, იმიტომ რომ ის რეზოლუცია, რომელიც მათ მიიღეს, რომ აპრილში ახალი არჩევნები, პოლიტიკური პარტიების გათავისუფლება, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა დამატებითი მხარდაჭერის მობილიზების და ის თავდასხმების სერია, რომელიც ჩვენ ნახეთ შემდგომ კოივანიშვილის რეჟიმიდან ბალტიის ქვეყნებზე, ნორდიკულ ქვეყნებზე, მათ შორის ჩეხეთზე და საფრანგეთზე, ეხლა ნახე პაპუაშვილის ტვიტი, კვლავ საფრანგეთის ესხმის თავს. ეს აჩვენებს იმას, რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი შიშები დამატებით სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც მეორე ტალღის კუთხით წავიდა და არავინ არ თქვას, რომ ამ სანქციებს ძალა არ აქვს და არ მუშაობს. მუშაობს, მნიშვნელოვანი დისკომფორტის მატარებელია და მე მახსენდება სხვათა შორის ასევე ის, რომ საბოლოო ჯამში სადღაც უნდა ნასკვი გაიხსნას. როდის და როგორ მოხდება ამის პროგნოზირება აი ახლა ამ პირობებში ძალიან რთულია, მით უფრო დრაკონული კანონების მიღების ეს ფონდების დაყადაღების ისტერია, რამაც მე ძალიან მკაფიოდ გამახსენა 2011 წლის დროინდელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ანტენებს აყადაღებდა და ასევე ფონდებს აყადაღებდა ძალაუფლების დაკარგვის შიშის გამო და ძალიან დიდი მსგავსებაა სწორედ ივანიშვილის და სააკაშვილის აი ამ ქმედებებს შორის, ისე როგორც სასამართლოზე ფოტო ვიდეო გადაღების აკრძალვის დაბრუნება, რომელიც ასევე 2011 წლის პრეცედენტი იყო, მაგრამ შიში არის სოლიდარობის, შიში არის ქართველების ერთმანეთთან დგომის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. შესაძლებელია ბევრი მსჯელობა იყოს სხვადასხვა ფორმებზე საპროტესტო აქციების, რომ იქნება სხვანაირად იყოს უკეთესი, რაც ასევე ჯგუფების გადასაწყვეტია და არა პოლიტიკური პარტიების, მაგრამ კოორდინაცია აუცილებელია და მეც დიდი ინტერესით ველოდები ქალბატონ ზურაბიშვილს 31 მარტს რას იტყვის და რას გამოაცხადებს. შეიძლება იყოს კიდე დამატებით, ანუ რა კოორდინაციაზე არის საუბარი. მაგრამ ნაციონალურობა ითხოვს, რომ ერთიანები უნდა ვიყოთ ყველანი და რაღაც ის სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებაც არ მოეწონათ, რომ ერთიანობას არ ვესწრაფი ოპოზიციის. ხო, მაგრამ ისე ვფიქრობენ, რომ სწორედ ერთიანობაშია და აი გახარიას პარტიას აქვს რაღაც კომპლექსები და ამიტომ ეწინააღმდეგება
ყველაზე მეტად არის ჩამშლელი ამ ერთიანობის განსაკუთრებით აი ეს თავდასხმების სერია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რაც არაფერთ არ ეხმარება საქმეს, თორე სალაპარაკოს მეტი რა არის და საპასუხოს მეტი რა არის. უბრალოდ ამ შემთხვევაში როგორ აძლიერებს ან სახალხო პროტესტს ან იმ მიზანს, რომელიც ზეპარტიულია და ამიტომ არის ზოგადად მთავარი გამოწვევა ის, რომ რაც არის შესაძლებელი, ამას უნდა მივხედოთ და შესაძლებელი არის კოორდინაცია ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, მათ შორის სამოქალაქო ჯგუფებთან, რომლებიც აქტიურად არიან ამ პროტესტში ჩართულები და ეს არის ერთიანობა და არა ის, როგორაც წარმოგვიდგენენ ჩვენ ამას და შემდგომ რაღაცა ის, რომ მათ არ გამოდით ერთობა, მათ შორის საკუთარ კოალიციაში, შემდგომ თითის გაშვება ხდება, რომ აი ამათი ბრალია რა და რეალურად პრობლემები არის, მაგრამ ჩვენ გვაყავს ავტორიტარული რეჟიმი, ესეთი რეჟიმი საქართველოში ფაქტობრივად ამ ფორმით არ ყოფილა და საგარეო ვექტორის შეტრიალება მე არ მახსენდება და დამოუკიდებელია საქართველოში. შესაბამისად, უნიკალური მზარეცეპტები არ არის, მაგრამ მეტი აქტიურობა, მეტი შესაძლებლობა ნამდვილად შეგვიძლია რომ ერთად ვიმსჯელოთ და მეორე მხრივ ვიმოქმედოთ და აქ დანაკლისის განცდა ეს ნამდვილად მაქვს, რომ ეს ჯერ ესე არ არის, მაგრამ აი ვნახოთ 31-ში თქვენ გამოგიყვანეს ჩამშლელად ამ ერთიანობის ხო საბოლოო ჯამში. მე მახსოვს როგორც წესი თითის გაშვერა იყო გახარია და მის გუნდზე, აი ესენი პარლამენტში შევლენ, ესენი ამას იზამარებენ და არაფერი, ხო? ამიტომ აქ როგორც ისედაც ყველას ნაცებს გეძახიან უკვე ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ კი გახარიას არ უნდა რომ ნაცს დაუძახო, მაგრამ ის ქოცელი ისედაც ნაცებს ეძახიან. გუში მაგალითად ირაკლი ყობახიძე გამოვიდა პირველ არხზე როცა აძლევდა ინტერვიუს ირაკლი ყობახიძე იქ ამბობდა დავასრულეთ უშე იქ ამბობდა ასეთ რამეს რომ როგორ არ არიან ნაცებიო და როგორ არ მოყავთ ნაცებიო მარტო გახარიას და იმათ კი არაო ისინცო კი ვინცო ქუჩაში დგას და ახალ არჩევნებს ითხოვსო ყველანი ნაცები გამოდიან იმიტომ რომ ახალ არჩევნებს რო ითხოვო ხო იმიტომ ითხოვო რომ ეს 4 პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში იმ 4-ში ერთი ნაცი ხო არის და ესე იგი დამთავრდა ანუ ნაცებთან ერთად ხო უნდა მართოთ ხელისუფლება ამიტომ ხარ ყველანი ნაცებია ჩვეულებრივი მატყუ არა ირაკლი ყობახიძე და სიახლე არ არის და რატომ არა ტყუილი ჩვენ საუბრობდით რომ კოალიციურ მთავრობაში ჩვენ არ ვიქნებოდით ნაციონალებთან ერთად კოალიციურ მთავრობაში არ ვიქნებოდით და ამაზე საუბრობდით თავიდანვე როგორ არ გამოდიოდა იყო სხვადასხვა გზები და ამაზეც იყო ჩვენი მხრიდან პოზიციონირება, მაგრამ ის როდესაც ჩვენ ვამბობდით რომ ჩვენ ვიქნებოდით არა კოალიციის შემადგენლობაში, არამედ მის მიღმა, ეს ნათქვამია და ეს არის რა ის არის იცი? მიდგომა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა გულწრფელად გეუბნები, როდესაც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთიანი ფრონტით ახდენებენ თავდასხმას ჩვენს გუნდზე და დროშის დესტინაციაში ეს როგორ ემთხვევა და აქ რატომ ეს არის კომპლექსი, რომელიც ქართული ოცნებამ აკიდა ოპოზიციას და ქართული ოცნება პედალირებს ამ კომპლექსზე, რომ აი ნაცები ხარ და ეხლა ესენი საყოლელი არიან. ყველაზე დიდი ნაცი არის ბიზნე ივანიშვილი. ჩემთვის პირადად არის ბიზნე ივანიშვილი. დიდი ნაცი, ისევე როგორც ირაკლი ყობახიძე, ისევე როგორც მამუკა მდინარაძე და ის სპორტირებული უამრავი ნაცი, რომელიც ხან მიშა სადღესასწაულოს ამბობდნენ ფეხზე დგომით და ხან ბიზნესი. ამიტომ აქ ეს ძალიან კარგად იციან. მათ რა შეიძლება თქვა მთავარ საფრთხეს ხედავენ ჩვენ გუნდში, ამიტომ ხდება ეს თავდასხმები და ნაწილი კიდე ფიქრობს, რომ თავისი პრობლემების მოუგვარებლობა გადააბრალო შემთხვევაში გიორგი გახარიას. მაგრამ ამას ამორჩეველი ძალიან კარგად ხედავს. თავარი არის, რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები, თავარი არის, რომ ამ კოორდინაციის მეშვეობით ეს საპროტესტო ელექტორატი რაც არსებობს, ეს შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ და მოვამზადოთ იმ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც უნდა იყოს გადამწყვეტი იმისთვის რომ ქვეყანა დაუბრუნოთ ევროპულ გზაზე. უამრავი შეცდომა ჰქონდა ოპოზიციას გულწრფელად და რაღაცნაირად ამ შეცდომების ანალიზის უნდა მოხდეს და ამ შეცდომების არ დაშვებას. მაგრამ ოპოზიცია არ არის ერთი პარტია, არის ამ ეტაპზე 3 კოალიცია და ჩვენ და ესეც გარკვეულწილად ძალიან ბევრი წარსული საკითხებია, რომელიც ასევე ახდენს გავლენას. ახლა ის რენსოლ მოძრაობა და გიორგი გახარიას გუნდს შორის უამრავი განსხვავებებია. გამომდინარე წარსულიდან ესეც სიახლე არ არის, მაგრამ მე ჩემი პირადი აზრი გითხრა, მე მაქვს ერთი სამშობლო და ხედავ რომ ამ სამშობლოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული კეთილდღეობა და ზოგადად უკეთესი ერთიანი ქვეყნის იდეა
წარუმატებლად სრულდება, იმიტომ რომ ივანიშვილს უნდა თავისი ფული და თავის ძალაუფლება რუსეთის გავლენის სფეროში არსებობით შეინარჩუნოს. და თუ საუბრობ მომავალზე, რომელსაც მართმევენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გადავდებ მიღმა იმისთვის, რომ ეს მომავალი შევქმნათ და კოორდინაცია ამისთვის არის აუცილებელი. არ არის ესე. საუბარი როდესაც არის კოორდინაციაზე, ამ კოორდინაციაზე ჩვენც ვართ იქ წარმოდგენილი სალომონ ზურაბიშვილთან შეხვედრებზე და მათ შორის კონკრეტული წარმატებული მაგალითი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მუშაობა, ისევე როგორც არაერთი ერთობლივი პოზიციონირება საგარეო ასპარეზზე, მაგრამ ეხლა მთავარი არის რომ რაღაცა ეს ნიაღვარი ლანძღვის, რომელსაც ხედავთ ნაციონალურ მოძრაობიდან სადღაც გაჩერდეს, ალბათ უკეთესია საქმისთვის, თორე აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის მათი მხრიდან ეს ყველაფერი და მთავარი არის რომ ახლებური მიდგომებით და ახლებური ნაბიჯებით მივიდეთ იქამდე, რაც არის მთავარი მოთხოვნა ხალხის, ისევე როგორც კრიზისის საუკეთესო განმოხტვის გზა. ხო, ну კი ბატონო, იმედი მაქვს რომ ასე მოხდება. მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის და თეონა აკუბარდია პარტია გახარეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. მე გემშვიდობებით ცოტა ხნით რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ გრიგოლ გეგელია შემოგვიერთდება. მოგესალმებით, ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ჩვენი შემდეგი სტუმარი, როგორც გითხარით, გრიგოლ გეგელია, ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, მივესალმებ მას, გამარჯობა გრიგოლ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ წინა სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე, ანუ როგორ უყურებს თქვენი პარტია მომავალს ამ ვითარებაში, ანუ პროტესტის პერსპექტივა რა არის თქვენი თვალსაჩინოდან და პოლიტიკური პარტიების როლი აქ რა არის, სად არის, როგორ არის ვადამდელ არჩევნებზე უნდა იფიქროთ თუ სხვა რამე გეგმები გაქვთ? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ პროტესტი რა თქმა უნდა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მე ახლახან გახლდით ბალტიისპირეთში და ნორვეგიაში და იქ არ შემიძლია გითხრათ, რომ მართლა ადამიანები ძალიან აფასებენ იმას, რომ უკვე 112 დღის განმავლობაში პროტესტი არ შეწყვეტილა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ პროტესტი გაგრძელდეს და პირიქით გაიზარდოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა უკვე უფრო ვთქვათ, სხვა სეზონის მოსვლას და ერთად, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მარტივი იქნება ადამიანებისთვის, რომ გაუძლონ მეტეოროლოგიურ პირობებს, მაგრამ აი ამის მიუხედავადაც გავიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სიცივეები იყო, ახალი წელი იყო და ადამიანებს უამრავი საქმე აქვს, უამრავი პრობლემა აქვს, უამრავი საზრუნავი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ შევძელით და პროტესტმა გაძლო. და მე სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი დარწმუნებული თავით, რომ ვფიქრობდი, აი რამდენი შესაძლებს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში გაწლოს, მაგრამ ადამიანებმა აჩვენეს საოცარი სიმტკიცე. საოცარი ერთგულება იფიქრებდა გუშინ გამოდიოდა პირველ აღზე და 300-400 კაცი გამოდისო და სად გინახავთ რომელ ქვეყანაში რომ 300-400 კაცს შეეძლოს კუჩის გადაკეთვა. ეს დაუშვებელია. ანუ ეგარიო ამათი კლოუნადაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, კობახიძე არის აი კლოუნადის მასტერ კლოუნი, ჩვენ გვახსოვს 300,000 ადამიანიც და გვახსოვს უფრო მცირე რაოდენობებით, როცა უნდა 300,000 კიდევ გავალთ, არ არის არანაირი პრობლემა, ამას ადამიანები თავის ნებით აკეთებენ, განსხვავებით აი ეს რაღაცა ხახვით და ოცილარით ნაყიდი აქტივებით და დარბის ხომე თვითონ პატრიცემული კობახიძე და განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც სამწუხაროდ ჩაერთო რამდენიმე ათასი ადამიანი გაყალბების სქემაში და გაყიდეს სამშობლო, აი პირდაპირ გაყიდეს სამშობლო. ხო, რამდენიმე ათასი ქართული იყო ამ სქემის ნაწილი. წარმოიდგინეთ, ხო? ეხლა მათგან განსხვავებით აქ ადამიანებს არავინ ხელფას არ უხდის, რაღაცა კარტოფილით და ხახვით არ ამარაგებს, ეს ადამიანები საკუთარ წილ სამშობლოს იცავენ. კობახიძე ამას ვერასდროს ვერ გაიგებს. კობახიძე ხო მონა არის. რას აკეთებდა სააკაშვილის დროს ვინმეს გაუგია რამე? აი თქვენ მერაბ აქტიური იყავით საჯაროდაც, პოლიტიკურადაც ერთ მომენტში. კობახიძე გახსოვთ სადმე? არა, შირგვებში იყო მიმალული მაშინაც. გინახავთ კობახიძემ დინარაძე სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა და რამეს ამბობდა? ნუ ერთხელ მახსოვს 2010 წლის კონსტიტუციური ცვლილებები იხილებოდა, მაშინ როგორც კონსტიტუციონალისტი მყავდა ეთერში და აკრიტიკებდა ამ ცვლილებებს. ხო, მაშინ ეთერზე ნადირობდა ჯერ კიდევ და მადლი მოგისხამთ მე რა. ეს ერთი ამბავი მახსოვს. მადლი მოისხით და დაგღუბეთ არ ვიცი, მაგრამ მაშინ მაგრამ ასე თუ ისე ხო კონსტიტუციონალ როგორც საკონსტიტუციო ექსპერტი ასე ვთქვა. კი, მაგრამ ხო აი ეს ერთი ეთერი როგორც კონსტიტუცია სხვაგან სადმე ჩანდა დინარაძე მუშაობდა პროკურატურაში გვახსოვს ოდიშარია და სხვები ურიცხავდნენ ფულს სააკაშვილის რეჟიმს
ამ ხალხს არაფერი არ ესმის თავისუფლების. ისინი ყოველთვის იყვნენ საკუთარი კომფორტის, საუკეთესოდ გატარების სივრცეში ყოველთვის და ყოველთვის იყვნენ ან მაღალ თანამდებობებზე, ახლა თურნავა მაგალითად ყველა ხელისუფლების დროს იყო მაგარ თანამდებობებზე. ამ ხალხს ერთი პრინციპი აქვს, რომ იყოს მაღალ თანამდებობაზე, რომ აკეთოს ფული და კონდეს გავლენა. ეხლა ეს ხალხი რამეს გვასწავლის თავისუფლებაზე? ადამიანებს ყველაფერი გვაქვს გადადებული იმისთვის, რომ რეალურად ამ ქვეყანაში რაღაც გამოვიდეს. ამ ქვეყანაში, რომ წასვლა არ უწევდეს ადამიანს. ხო? და ეხა ეს კაცი გამოდის და ვიღაცებს ლაპარაკობს 304-ში, ჯერ პრემიერ-მინისტრი რო ქვია ვითომ, თუ ჩემს საფე პრემიერ-მინისტრი არ არის. საქმე არა აქვს ამ კაცს. ეკონომიკა რა დღეში არის, სოციალური პოლიტიკა რა დღეში არის. 255,000 ადამიანი რო გავა რამდენიმე წელში ქვეყნიდან. შენ იმისით რო გაქვს, რომ იჯდა და თვალო რამდენი თავი რაღაც. და მე ვეუბნები მას, რომ ჩვენ 300,000-იც ვიყავით სულ ცოტა ხნის წინ და ეხა ყოველთვის მაგრამ მათი მედია ყავს ნელ-ნელა მიილევა. ხო და ყველათ ნახეთ. ხო და როგორ წარმოგიდგენია თქვა, ამიტომ კითხე. კი, მათ ეს იმედი თავიდან ამოქოქვა და ასე შემდეგ. ხო, დავიწყოთ იმით, რომ მათ ის იმედი ჰქონდათ, ხო, პირველი იმედი ჰქონდათ, რომ აცივდება ეს ხალხი წავა სახლში, შეცდნენ, არავინ არ წასულა სახლში. მათ ჰქონდათ იმედი, რომ აი მოდის ახალი წელი, ეს ხალხი წავა სახლში, შეცდნენ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი გამოვიდა და ისტორიული ახალი წელი ნახეთ რუსთაველზე, ხო, აი ძალიან გრძელი მაგიდით და ერთიანი ეროვნული აი მუხტით, ხო? მე თქვენს რომ აი ახლა მაგარი ყირვები იწყება და წავლენ სახლში და არავინ არ წასულა სახლში. 112 დღე არის უკვე რომ არ წყდება პროტესტი. ახლა საერთოდ ფანტასტიკური ამინდები მოდის და ეს რა თქმა უნდა დაეხმარება ადამიანებს ბუნებრივად მეტი შეძლებს. ახლა ადამიანს ძალიან რთულია თხოვა, ხო? მithოდეს ხანდაზმულ ადამიანს და არა მხოლოდ რომ იქ ყინვაში იდგეს, თუმცა ამდენი ხალხი მაინც იდგა. ეხლა სხვებიც ვინც ვერ ახერხებდნენ მაშინ დგომას, ეხლა სხვებიც შეძლებენ რომ შემოვარდნენ ამ პროტესტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და თავარი არის ის რომ თავებით კი არ ითვლება და იქ 100 კაცი დგას თუ 500,000 გულანთებულობით ითვლება. კვლევებს ხო ატარებს კობახიძე მილიონიან კვლევებს. ვერ ხედავს რომ ხალხს აღარ უნდა ივანიშვილი, იმიტომ რომ ივანიშვილი უდრის გაჭირვებას, უპერსპექტივობას და საქართველოს შერცხვენას. ყველაფერი ქართული ივანიშვილის პირობებში არის შერცხვენილი. აი თავს ლაფი დაგვესხა ივანიშვილის სახით. ხო, როცა აღარავინ ხელს არ გართმევს, ხო, როცა რეალურად ქვეყნებში აღარ გიშვებენ. აი ბალტიისპირეთო ვახსენე, ხო, ყველაზე ახლო ჩვენი პარტნიორები, ხო? აი მან უნდა ლობირებდე ეროვნულ ინტერესს, ვეღარც კი შედიან. ამბობს რომ ეს არის მათი მხრიდან მტრული გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ, ეხა მაღალთაუდის პირების დასანქცირება და ჩვენ მათთან სამხრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მეგობრობას, ყობახიძე ამბობს. სამხრივ რეჟიმში მეგობრობა ხო, როგორ იდიოტიზმია, ხო? იმიტომ რომ ყველას ესმის, ხო? ისინი მტრულად ვაქცევიან. და ტრულად კი არ ექცევიან. სუვერენიტეტი აქვს დაკარგულია კიდე. ხო, ხა ამ კობახიძის ფოტოებზე აღარ გავაკეთებ მეტ კომენტარს, ეს კაცი ბოდავს, აბსოლუტურად გაგნებაში, უბრალოდ გაგნებაში არის განსხვავებით ზოგიერთი ქოცისგან. უბრალოდ ის ირჩევს, ხა ის ძალიან დიდ ფულს აკეთებს, აი ამ თავის შერცხვენის გზით, ხო, ამ ბოდვაში და ნუ კი ბატონო, ნება მისია, უბრალოდ ეს ბოდვა და ეს ქმედება აზარალებს ჩვენს სახელმწიფოს. ამაშია პრობლემა, ხო? აი დღეს ბრიფინგი მქონდა ზუსტად იმაზე, რომ მაკა ბოჭორიშვილმა ქართული ოცნების თვითგამოცხადებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთში რაიზინას დიალოგის ფარგლებში განაცხადა, რომ ანაკლია არ არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი. აი გაგიგიათ, რომ ქართველი იყო საგარეო საქმეთა მინისტრობას იჩევებდე და თავარი კოზირი, ხო, თავარი კარტა რაც გააქვს, როგორც საქართველოს, აი მაგაზე თავარი პროექტი რამე გვაქვს. კითხულობ, აი ანაკლის ღმერთსწორული პორტის პროექტზე უფრო მთავარი, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო მომგებიანი, უფრო მეტად რომ აწევს ქართულ ეროვნულ თვითმყოფადობას, თავდაცვის უნარიანობას, ეროვნულ უსაფრთხოს. ამაზე მეტი რამე გვაქვს. მაშინ წავიკითხავ რა თქვა მაკაბოჭორიშვილმა. ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი საქართველოში, ფოთისა და ბათუმის. ორივე მუშაობს, თუმცა დიდი გემებისთვის ეს არ არის საკმარისი. საკმარისი არ არის რუს რესურსების სრული ათვისებისთვის. ამიტომ დაიწყო ანაკლის პროექტი. არ დავაკავშირებდი მას გეოპოლიტიკასთან, ეს უფრო უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას. აი ასეთი სისულელები იმას გაუგეა? ქალბატონმა მაკამ. ნახეთ, ანაკლია თუ არ არის გეოპოლიტიკური, ბაში რა არის გეოპოლიტიკური საერთოდ? აი მკითხულობ საქართველოს რა გააჩნია უფრო გეოპოლიტიკური, უფრო მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი გაიზარდოს, ჩვენი ეკონომიკური მდგრადობა გაიზარდოს, ჩვენი რელევანტურობა, ჩვენი აქტუალურობა, ჩვენი მნიშვნელობა გაიზარდოს. აი ესეც კიდევ ერთი კარგი დასტურია, რომ მოღალატეები გვართავენ, რომელიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ის რაც არის ქართული საქმე არ მოხდეს და ნაცვლად იმისა, რომ ანაკლია გაიხსნა, მოდი ვიკითხოთ რა მოხდა, ხო? აი ვინ იხეირა, ხო? ციცერონის კლასიკური პრინციპია სამართალში, ვინ იხეირა, ხო? ვინ მიიღო სარგებელი? ამაზე რა არის პასუხი? პასუხი არის რუსეთი. იმიტომ რომ ანაკლია როცა არ გაიხსნა და ანაკლიაში ვერ შემოვიდა გემები, გაიხსნა ტამანი.
რუსული პორტი, ტამანი. ხო და შეიძლება ამიტომაც აკეთებს ბაკა ბოჭორშან გაცხადებას, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს ანაკრიის პორტით და არ შეუშალოს ხელი სპორტის არ არა პირიქით რომ არ შეუშალოს სპორტის მშენებლობას რუსებს ეუბნებიან რომ არ არის გეოპოლიტიკა მხოლოდ ეკონომიკა და დაგვანებეთ თავი ნუ შეუშლი ხელს ამ პორტის მშენებლობას მოდი ასე შევხედოთ ამ კუთხიდან მესპის ლოგიკა თუმცა ეს ასე არ არის და რატომ არ არის მაკა ბოჭორიშვილის დონით არ ინტერესდება რუსეთში ესვე არის დეპარტამენტის სტაჟიორიც კი თქვენ ფიქრობთ რომ ახლა მაკა ბოჭორიშვილი რა სიტყვის რუსები SVR-ში მართლა ყავთ ძლიერი გონებები, ტოპ ტვინებს აღარ ვიტყვი, ესე იგი, უცნაურად დაცდილი, კოცები ღიზიანდებიან ტოპ ტვინებს, იმიტომ იმდენ ტოპ ტვინებს აერთიანებენ ერთად ტვინზე ერთად იმ წუთში იჯაგრებიან და ტროლები ყავთ მოსეული 4 თვეა, მაგრამ ეხლა SVR-ს დაუფასოთ, ჩვენი მტრები არიან სამწუხაროდ, ცუდ დღეში ვართ ამ საუკუნეების განმავლობაში ამ რუსეთის ფაშისტური რესპუბლიკის გამო, მაგრამ SVR-ს ყავს ძალიან კარგი ანალიტიკოსები, ცნობილია ამით. ხო ის როგორც თეორიკ სადაზვერვო უწყებებს. ახლა მაკა ბოჭორიშვილის ჭკუაზე ივლის ვინმე SVR-ში? რა თქმა უნდა, არა. SVR-ს აქვს თავისი ინტერესი და მაკა ბოჭორიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, აი ეს რუსი მოღალატეები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არ გაათმაგდეს და აი ერთი მარტივი მაგალითი, აი გეოპოლიტიკა გვერდით გადავდოთ. 20-20-ში პირველი გემები შევიდოდა, ხო? უკვე აქამდე დამთავრებული რო იქნებოდა ჭკვიანი ქალაქი, ანაკლის ირგვლივ. 20,000 ადამიანი რო იმუშავებდა სამეგრელოში, ხო? 20,000-ით მეტი სამუშაო ადგილი, სერვისები, ადგილობრივი მცირე ბიზნესი და საშუალო ბიზნესი ეს რომ განვითარდებოდა. აი ამაზე მაინც კითხვა აქვს ვინმეს არის თუ არა ეს ეროვნული ინტერესი. როგორ შეიძლება რომ 20,000 ქართველის დასაქმება თან აფხაზეთიდან რო ჩანს ისეთ სივრცეში, ხო? ზეთ ყურის ძირში, ხო? იმისთვის რომ აფხაზებს გაეგოთ აქეთ რა ხდება, ხო? იმ სივრცეში რომელშიც ისინი უნდა დაბრუნდნენ, იმიტომ ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ქვეყანა, რომელსაც აფხაზეთი ეკუთვნის. ხო და დაანახო კიდევაც მაგარი ამბიცია. აი ეს შაშალეს კოცება, იმიტომ რომ კოცები არიან რუსები. ტამანის პორტი აშენდა, ყველა მიხეირა ირგვლივ, სომხეთი აგერ გეოსტრატეგიულ გეოპოლიტიკურ შეთანხმებებს დებს ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ვლობირებდეთ რამეში, ამის მაგიერ აი აბსოლუტურად გაუგებარ მანქურთებს არის გადაყოლილი ქვეყანა და ნაცვლად იმისა, რომ საგარეო მინისტრობა რო გინდა შენ დადიოდე და ლობირებდე მაგარი პროექტი არის აქ. შენ ამბობ რომ ეს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი არც კი არის. და აი ამითი და თან როდის რა ფონზე ესეც გავიხსენოთ, ხო? რა ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი განიხილავს სწორედ ჩინეთის გავლენას პორტებში, ხო? მსოფლიოს მასშტაბით. და ასეთ დროს ეხლა ვაშინგტონში უნდა იდგას და ლობირებთ რომ ვინ შეუშვებს, ვისაც შეინტერესებს მასთან შეხვედრა. გავიგე, ნუ რას უნდა აკეთებს გავიგე. ახლა მე პასუხი ოპოზიცია რას უნდა აკეთებდეს შენი აზრით და აკეთებს თუ არა იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. საერთაშორისო ასპარეზზე აბსოლუტურად ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ და გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც შიდა პროცესს ჭირდება და მათ შორის რა თქმა უნდა ამ რეჟიმის დელეგიტიმაცია სჭირდება. შიგნით მე ვფიქრობ ეხლა ახალი სეზონი ჭირდება პროტესტის და ამაზე მე ვფიქრობ კონსენსუსი არსებობს, მეტი კოორდინირება, მეტი ერთობა, მეტი თანამშრომლობა მათ შორის ქალბატონი პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში და რა თქმა უნდა ახალი ფაზა თვისებრივად პროტესტისა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც აუცილებლად მოხდება. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში რაც მივახციეთ, ხო პირველი ეს რეჟიმი ფაქტობრივად 5 თვის თავზე არ არის აღიარებული არავის მიერ. ამ რეჟიმს არავინ არ ეთანხმება, არავინ არ ართმევს ხელს რეალურად, არავინ არ აძლევს დაფინანსებას, არავინ არ განიხილავს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლობად და იგივე ბოჭორიშვილი ახსენე ხა შევახსენებ საზოგადოებას, ხო ევროპელი მინისტრები ეძახიან ქართული ოცნების წარმომადგენელს, საქართველოს წარმომადგენელს კი არა, ქართული ოცნების წარმომადგენელს და ეს მე ვფიქრობ ამბობს ყველაფერს. თუმცა გაბარცხო შეხვდა. საერთო ფოტოს დროს ხელის ჩაბურთება თუ შეხვედრა არის კი? ამერიკის ელჩი შეხვდა შესაძლოა. ხო, ნუ ახლა საერთო ფორმატებში სხვა არის, ხო? შეხვედრა ეს არ არის თავრობასთან შეხვედრა, როგორც ასეთი. ამერიკის ელჩი შეხვდა მე რა დაწერა. ჯერ გვახსოვს ძალიან კარგად რა ტიპის შეხვედრა იყო, გვახსოვს ქალბატონი ელჩის ძალიან მკაფიო განცხადებაც, სახეც სხვადასხვაის და რა დაწერა განცხადებაში? საერთოდ პირდაპირ დაწერა ის, რომ ამ კურსთან მიმართებით ამ კურსით, უფრო ზუსტად, ქართული ოცნება ვერ დააწმებს ვერავის ურთიერთობების ნორმალიზებას სურს. ძალიან პირდაპირ ეს არის განაცხადი რასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ვიცით ამერიკამ რატო შეწყვიტა, ხო? ამათთან სტრატეგიული პარტნიორობა, იმიტომ რომ არჩევნები გააყალბეს, ადამიანებს თავს დაესხნენ, ევროპული გაზეთა გადაუხვიეს და როცა შენ გეუბნება ელჩი, რომ მე მათ ვურჩიე, როგორ გამოასწორენ ეს ყველაფერი. გამოსწრება რა არის ლოგიკურად? ახალი არჩევნები, ახალი კურსი,
რეფორმები. ამას ქართული ცხოველი არ გაატრებს ერთ ფეჩებზე გაარო. ელჩის მხრიდან ახალი არჩევნები არ იყო ნახსენები. ვითქვა? ირაკლი ყობახიძე თქვა. საზოგადო მაუწყებელთან ინტერვიუში, გასაგებია რომ ხო ჩააყენა საქმის ყურში მინისტრმა და თქვა რომ არ შემიძლია დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით თქვა რომ ახალი არჩევნები არ იყო ნახსენები. ხო, არ ვიცი, მე რა თქმა უნდა ვერ შევალ დეტალებში, თუმცა კაფიო მესიჯინგი რა თქმა უნდა იყო ადგილზე და ღია განცხადებაში საერთოდ ძალიან კაფიო დააფიქსირა, ხო? მეტი კაფიოთ რა უნდა გითხრას, რომ ამ კურსით ვერ დაგვარწმუნებთ რომ ამ ფორმატში, ამ სიტუაციაში, ამ კურსით ვერ დაგვარწმუნებთ, რომ გსურთ ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვას აქვს ფასი. და ეს ფასი არის იმ რაღაცების შეცვლა, რის გამოც გაწყდა ეს ურთიერთობები. ხო, ლოგიკის საკითხია, რის გამო გაწყდა? არჩევნების გამო, ადამიანის უფლებების რღვევის გამო და სპობის გამო და სახელმწიფოს მიტაცების გამო. შესაბამისად, ამ მიმართულებით უნდა შეიცვალოს რაღაცები, რომ ქართულ მოცემულ დაარწმუნოს ამერიკა, რომ მას სურს რეალურად ცვლილება. ეს გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეფორმებს პირველ რიგში. გასაგებია, ნახოთ რა სიზამს ოპოზიცია, ხა მე მაგალითად ველოდები, ხალხმა თავის საქმე გააკეთა უკვე და ეს დღეები აკეთებს, ამდენი დღე ქუჩაში დგას, ხა ველოდები ოპოზიცია რომ ადრე თუგან გამოიჩეს ინიციატივას. ნახოთ რა სიზამთ, მადლობა დიდი. მადლობა განაწილებისთვის. გრიგოლ გეგელია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი, მე გეშտო რომ თქვამდე ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.